Adno Platonleva მოგზაურებისთვის პირველ რიგში მინდა გითხრათ ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით თქვენ უშუალოდ ბრძანდებოდით სტრასბურგში და როგორ შეაფასებთ თვითონ იმ შინაარს ამდენად განსხვავებული იყო რეზოლუცია რომელიც საქართველოს მიიღეს წინა რეზოლუციებთან შედარებით და აქვე მინდა გითხრათ ის კრიტიკული შენიშვნები რომელიც ჩაიწერა იგივე მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამაზეც რომ გააკეთეთ კომენტარი უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ რომ ევროსაბჭოში იყო ორი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით ერთი იყო საქართველოს რუსეთთან დაკავშირებით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რომელიც საქართველოს ეხებოდა მაგრამ თქვენ ის ნაკლებად გაინტერესებთ იმიტომ რომ იქ ჩვენ მივახციეთ წარმატებას ჩვენ ხო იმიტომ რომ იმას იქ მივახციეთ წარმატებას იმიტომ რომ საქართველოს დელეგაცია როგორც ძირითადი ისე შემცვლელი წევრებისგან შედგენილი 10 კაციანი დელეგაცია მუშაობდა ერთად ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იყო სრული თანხმობა კოჰაბიტაციის რეჟიმში ვიმუშავეთ და მივახციეთ სერიოზულ წარმატებას რეზოლუციაში რომელიც არის ჰუმანიტარული რეზოლუცია საქართველოს ინტერესები იყო სრულად დაცული და მე შემიძლია გითხრათ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც ჩვენი უმრავლესობის წარმომადგენლები განსაკუთრებით ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე თინათინ ხიდაშელი ირაკლი ჩიქოვანი ისე ოპოზიციის წარმომადგენლები და განსაკუთრებით ჩიორა თაკთაკიშვილი ერთად იბრძოდნენ და მივახციეთ წარმატებას. რაც შეეხება მეორე შემთხვევას საერთოდ არის ჩემი აზრით, ახლა მე არ ვიტყვი თლათ ანეკდოტური, მაგრამ რაღაც სახუმაროსთან მიახლოებული შემთხვევა ევროსაბჭოში იხილებოდა მოხსენება პრესის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ ქვეყნებში. საქართველოს მათ შორის არ იყო. ამ მოხსენებას ბატონი მოხსენებელი ამზადებდა წლების განმავლობაში. და ისე რომ საქართველოს არ შეუსწავლია მოულოდნელად 2 აბზაცი 19 აბზაციან ტექსტში 2 დაემატა და 21 აბზაციანი გახდა 2 აბზაცი დაემატა საქართველოსთან დაკავშირებით. რაც დამაჯერებელი არ არის თავისთავად, იმიტომ მოხსენებელი არ იცნობს ვითარებას მაგრამ გაჩნდა ის რასაცები რომელიც არის სადაც თუნებას დამთავრდაახლავე მოგცემთ განმარტებას არის სულ ცოტა 3 უზუსტობა შემიძლია ვთქვა 3 ტყუილი მაგრამ მოდი ვიხმარ ისეთ სიტყვას რომელიც უფრო შეესატყვისება ევროსაბჭოს და მის მაღალ ავტორიტეტს პირველი უზუსტობა არის ის რომ ნათქვამია თითქოს ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოპოვების მიზნით მოხსნა დირექტორი და დანიშნა ახალი. ეს არ არის მართალი, ახალი დირექტორი ხელისუფლებას არ დაუნიშნავს, ძველი დირექტორი ხელისუფლებას არ მოუხსნია, ძველი გადადგა, ახალი დანიშნა ბორდმა და ახალი ზუსტად ისეთ კურსს ატარებს, როგორცაც ძველი ატარებდა. არავითარი გავლენა ხელისუფლებისა პირველ არხზე არ გაზრდილა. ახლა მე მგონი ამაზე კამათი არ ძღირს. საქართველოში ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ევროპაში არ იციან და რო ეუბნებოდით არ დაგვიჯერეს. ესეც მართალია. მეორე ითქვა, რომ დემოკრატიას დიდი საფრთხე შეექმნა იმით, რომ კერძო ტელევიზიაში გამოიცვალა მფლობელი ჯერჯერობით კერძო ტელევიზიაში მფლობელი გამოიცვალა მხოლოდ ერთ ტელევიზიაში, ესაა ტელევიზია იმედი და ის რომ იმედი 2007 წელს ხელისუფლებამ წაართვა მეპატრონეს და ახლა მეპატრონეს დაუბრუნდა დემოკრატიის ზიანი კი არა დემოკრატიის გამარჯვება და სამართლიანობის აღდგენა. ასე რომ ეს ტყუილია უბრალოდ და შეცდომა არის ახლა. არის კიდევ ერთი რამ წერია ისეთი რაღაც რომ თითქოს ისე იგი საქართველოს ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის სახით ყოველდღე ზრუნავს იმაზე, რომ პირველი არხი მიითვისოს და მიუერთოს თავისი ცოლის კუთვნილ მეცხრე არხს. არ არის მართალი, სიმართლე მდგომარეობდა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილმა გულწრფელად, როგორც ეს მას ჩვევია და რახან ერთხელ არ გაუკეთებია, რამდენჯერმეა გაკეთებული ასეთ ქველმოქმედება, შესთავაზა პირველ არხს მეცხრე არხი საჩუქრად, თავის ტერიტორიან, ხალხიან, ტექნიკიანად. პირველმა არხმა ეს საჩუქარი არ მიიღო და დამთავრდა ამით უნდა დამთავრებულიყო ნოემბერში იყო გამბავი და ახლა არის სხვა თვე. მაგრამ ჩემს თვალწინ იმ კომიტეტზე, რომლის წევრიც მე ვარ, კომიტეტის არაწევრი ბატონი კანდელაკი გამოცხადდა
და უჩურჩულა ბატონ იუჰანსონს რა უნდა ეთქვა და იუჰანსონმა თქვა მე ამ კაცს ვენდობი და რახან ბორდიო პირველი არხი შეშფოთებულია მე შეშფოთებული ვარო უხსნიდით მე რა ხდებოდა მაგრამ არ მოგვისმინეს მე გუშინ მოსმენდი ბატონ კანდელაკს რომ თქვა რომ მე არაფერ შვაში არა ვარ იქ ლიტვამ შეიტანა ლატვიამ შეიტანა უკაცრავად მაგრამ ლატვიასთან და ლიტვასთან იმუშავა სწორედ ამ დელეგაციამ ჩვენ ლატვიის დელეგაცია შევხვდით და გულწრფელად გვითხრეს რა და როგორ იყო ანუ ბატონი კანდელაკი ძირითადად ეგ ბატონი და უნდა ვთქვა რომ სხვა ბატონები არა ძირითადად ეგ ბატონი მუშაობდა იმაზე რომ ტყუილი ჩაწერილიყო რეზოლუციაში ეს ტყუილი არაფერს არ მისცემს ახლა თუ ვინმეს გონია რომ ამის გამო საქართველოს პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კანონპროექტს რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს არ განიხილავს ეს არ არის სწორი საქართველოს პარლამენტს არანაირი უფლება არ აქვს არ განიხილოს კანონპროექტები და მე დარწმუნებული ვარ რომ კანონპროექტი რომელიც შემოსულია გაცილებით უკეთ ასახავს ვითარებას ვიდრე დღევანდელი მდგომარეობა ამიტომ იგი იქნება არა მარტო განხილული არამედ მოწონებული და მესმის რომ წამოხდება ბატონი კანდელაკი და იტყვის რომ ქვეყანა იქცევა ევროსაბჭომ გაგაფრთხილათ რომ არ მიიღოთ მაგრამ ასეთი გაფრთხილება არ ყოფილა იქ იყო შეშფოთება რომელიც ეფუძნება რამდენიმე მცდარ დებულებას ახლა ხანდახან ამბობენ როგორ შეიძლება ევროსაბჭო შეეშალოს აი გეუბნებით შეეშალა იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს ბატონმა კანდელაკმა იმუშავა თავისი ქვეყნის საზიანოდ და როცა გავიდა ეს რეზოლუცია შეძახა yes აი ასე მე უნდა გითხრათ რომ ვერ ხდება ის რა სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს მაგრამ მე ძალიან კარგად ხვდები მე გაუწიე წინააღმდეგობა მაგრამ ეს ძალიან ფორმალურია იმიტომ რომ როდესაც მომხსენებელი არის თანახმა ცვლილების და როდესაც კომიტეტი მას ეთანხმება ევროსაბჭოს დელეგაციები აღარ ამოწმებენ არაფერს პირდაპირ აჭერენ თითს ეს არის ტრადიცია ისინი ენდობიან კომიტეტებს და მომხსენებლებს ბატონო როდესაც თავის დროზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დაახლოებით მსგავსი ტიპის დოკუმენტი მაშინაც ეს გიორგი კანდელაკის მიღწევად შეფასდა თქვენი მხრიდან და ამდენად დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო სტრუქტურებში გიორგი კანდელაკს მე შემიძლია გითხრათ რომ ტექნიკური თვალსაზრისით გიორგი კანდელაკის მოქმედება შემიძლია შევაფასო 10-დან 10-ით. ოღონდ მორალური და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე 0-ით. ტექნიკურად დიახ, იგი ძალიან კარგად იყენებს იმ საშუალებებს, რომელიც ყველას უჩნდება. ახლა 4 წელი იყო ევროსაბჭოს დელეგაციაში და ბუნებრივია გაიჩინა მეგობრებიც, ახლობლებიც. არ არის დასამალი, რომ ეს არის ამავე დროს სერიოზული პარტიული ინტერესების დამთხევა მომხსენებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონი იუჰანსონი არის IPP-ის წარმომადგენელი, ნაციონალურ მოძრაობა კი არის IPP-ის აქტიური წევრი და ამიტომ არაფერი არ არის ამაში გასაკვირი. მე არ მივაწერ იმაზე მეტ ძალას, რაც აქვს, მე უბრალოდ გეუბნებით, რომ სხვა წევრები არ კადრულობდნენ იმას, რასაც ჩვენს თვალწინ აკეთებდა, ახლა უყურებდით როგორ მოქმედა მიდიოდა, ეუბნებოდა, უჩურჩულებდა, ირბინა ძალიან ბევრი იმ დღეს უნდა გითხრათ და ესიც მარტო მან შეძახა. უნდა გითხრათ, რომ ძირითადი წევრები, ის არ არის ძირითადი წევრი. ის სათადარიგო წევრია, მაგრამ ძირითადი წევრები იმ დღეს არ შესულან დარბაზში. თუ ასეთ კარგ რამეს იღებდნენ საქართველოზე, ბატონი ბაქრაძე იქ დაჯდებოდა და თავის ადგილს არ დაუთმობდა აი ამ კონკრეტულ ახალგაზრდა კაცს. ახალგაზრდა კაცი არის ძალიან მომართული, ძალიან აქტიური, ძალიან ნიჭიერი ამ საქმეში. წუხვალო მისი მთელი ეს ტალანტები მიმართული არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ თავისი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ ნაცმოძრაობის ინტერესებში თუ ბატონი კანდელაკი გამოხატავს ამ ინტერესებს, იმიტომ იქ არ არის ერთიანობა. იყო კამათი მათ რიგებში, სწორედ ევროსაბჭოს კედლ. არ ვიცი, კითხეთ მათ. თვითონ თქვეს, რომ იყო კამათიო. ჩვენ მარტო ეს ვიცით, იმიტომ რომ სხვა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ჩემი აზრით საკამათო ის არის, რომ ორ რეჟიმში იმუშავეს მათ. ერთი იყო თანამშრომლობა, როდესაც მივახციეთ საერთო წარმატებას და რუსეთი დავდეთ ბეჭებზე,
ქართულმა დელეგაციამ რუსეთი აღმოჩნდა მარტო იმ ძირითადი რეზოლუციის დროს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ევროსაბჭოში, 3 ქართული საკითხი იყო, 2 დაგეგმილი და 1 კანდელაკისეული. დაგეგმილებიდან იყო ბატონი სააკაშვილის გამოსვლა და იყო რუსეთ-საქართველოს რეზოლუცია. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეს რეზოლუცია. დაუგეგმავი იყო ის, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ამ 3 შემთხვევაში ერთგან ჩვენ ვითანამშრომლეთ და ჩვენ დავინახეთ, ვინ არის თანამშრომლობის მომხრე. უმცირესობის ლიდერი ბატონი ბაქრაძე, ასევე ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი და ეს ბატონებიც კანდელაკი და ქალბატონი ბოკუჩავა მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის, როცა საქმე ეხებოდა საქართველოს საერთო ინტერესს. მაგრამ მერე ისინი გაიყვნენ. ანუ იმ საქმეში, რომელშიც პრესის გამო საყვედური გვითხრეს და ჩვენ მე საყვედურის წინააღმდეგი კი არა ვარ. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საყვედური და გვეკუთვნის საყვედური ძალიან ბევრ შემთხვევაში. უბრალოდ ეს ის კონკრეტული შემთხვევები იყო, ახლა იმედის პრობლემების გამოცვლაზე რა საყვედური უნდა მივიღოთ, ახლა რა უნდა ვქნათ, ახლა გავიქცეთ და ბატონ არველაძე შევეხვეწოთ, რომ შენი ჭირიმე ბანდიტურად რო წაიგე ტელევიზია დაიბრუნე, თორე ევროსაბჭო საყვედურს გვეუბნებაო. ახ ისინი თურმე პრევენციას აკეთებენ და იმედს კი არა, რუსთავიორს გულისხმობთო გეტყვიან, მაგრამ რუსთავიორში არ გამოცვლა ჯერჯერობით ფლობელობა და თუ რამე გამოიცვალა უკაცრავად და ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ. ხელისუფლება ყოველ შემთხვევაში არ არის დაინტერესებული, არც ახალი და არც ძველი მფლობელი ჩვენს ინტერესებს არ ატარებს და ახლა ეს ტელევიზია რო ჩვენს ინტერესებს არ ატარებს, არ არის საკამათო და არ არის ცუდი. ძალიან კარგია რომ არ ატარებს. ამაზე კი არაა გამათი. ჩვენ გვაქვს შეცდომები, რომელსაც მივიღებდით შენიშვნას. უბრალოდ ეს არ იყო ის შეცდომები. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის მუშაობას მე მაგალითად კლიანობაში დადებითად შევაფასებდი, იმიტომ რომ მივახციეთ იმ რეზოლუციაში წარმატებას, რომელიც ყველაზე მთავარი იყო. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილის გამოსვლას, ჩემი შეფასებით ეს იყო მისი ყველაზე სუსტი გამოსვლა, რაც კი მეოდესმე მინახავს და მე მისი გამოსვლები ევროსაბჭოშიც მინახავს, მათ შორის 2008 წელს. იმის გამო, რომ ჩემი გვარი ანბანის თავშია, მე მიწევს იქ წინ ჯრომა, იქ ანბანითა ჯრომა, მე და ქალბატონი თინა ხიდაშელი ვიჯექით წინ, ასე პირისპირ უყურებდით ბატონ სააკაშვილს და დავაკვირდით, როგორ არ შერცხვა, როცა თქვა, რომ რუსული პოეზიის დიდო სტატია და მცოდნეა, ну, ბევრი ასეთი ჭკვიანობა თქვა, კიდე. საკმაოდ დიდხანს ილაპარაკა თავის სიყვარულზე, თავის გრძნობებზე, რომელიც ამ ქალაქთანაა დაკავშირებული. წარმოადგინა თავისი მეუღლე, რომ აი ეს ქალი მიყვარდაო, ნახეთ რა კარგი ადამიანია და ასე შემდეგ. ну, ბებიაც ყავდა ჩამოყვანილი, მაგრამ ის იქ არ წარმოუდგენია. უნდა გითხრათ, რომ ასეთი სუსტი გამოსვლა სააკაშვილს არ ქონია, მერე შური იძია თავისსავე გამოსვლაზე, საკმაოდ მომზადებული აღმოჩნდა და უფრო კარგი იყო იგი, მისთვის სასარგებლო იყო კითხვებზე პასუხის დროს. განსაკუთრებით კარგი იყო, როდესაც მან რუსეთის დელეგაციას ურჩია სათვალე გაიკეთეთო. ეს არ არის ის ენა, რომლითაც ევროპაში ლაპარაკობენ, მაგრამ ახლა რუსეთის დელეგაციაც არ არის დელეგაცია, ვინც სარგებლობს საყოველთაო სიყვარულით მთელ მსოფლიოში. ამიტომ ეს კონტროვერსიული ამბავი იყო და ზოგიერთს მოეწონა. უნდა გითხრათ, რომ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება იყო, როგორც უნდა იყოს პენსიონერისადმი, წარმავალი კაცისადმი დამოკიდებულება, ნახვამდის დამოკიდებულება იყო და გამოეთხოვნენ მას. ამის შემდეგ ჩვენს დელეგაციას მის ნაციონალურ ნაწილს დაევალა მოეწყო დებატები საქართველოსთან დაკავშირებით. დაისვა ეს საკითხი ბიუროზე. ვერ გავიდა ეს საკითხი. ამან გამოიწვია სააკაშვილის მრისხანება და სწორედ ბატონ იმას, რომელიც მე ძალიან გააქტიურდა, იმას მოვიდა ეს საყვედურები. ეს ჩვენთვის არ არის საიდუმლო, ეს ჩვენ კარგად ვიცით. ანუ კანდელაკმა დაიმსახურა საყვედური და ფეხების ბაკუნი პრეზიდენტისგან, რომ როგორ თუ ვერ მოაწყო დებატებიო და რო აღარ იცოდნენ რა ეკნათ იმ ტექსში, სადაც საქართველოს ნახსენები არ იყო, ბატონმა კანდელაკმა და სხვებმა შეატანინეს ის ცვლილებები, რომელზეც ჩვენ გქონდა საუბარი. ორი აბზაცია ძირითადად იმეორებს ერთმანეთს, ეს ორი აბზაცი და ძირითადი ბრალდებები თქვენ იცით. ეს არის პირველი არხის დაუფლების ცდელობა, მეცხრე არხთან მისი გაერთიანების ცდელობა და რაც თავარია ფლობელების ცვლილება კერძო ტელევიზიებში.
მინდა გითხრათ მერიას ინიციატივაზე პარლამენტს მომართავს, რომ მძღოლებმა ყოველთვიურად არაუმეტეს 10 ლარი გადაიხადოს სახელმწიფოზე არის საუბარი ამასთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდი და რამდენად მისაღები არის? ჯერ ვერაფერს ვერ შევაფასებთ, იმიტომ რომ მერიამ ეს ზეპირად თქვა, წერილობით წარმოადგენთ, რომ როდესაც შემოვა კანონპროექტის სახით მერე იქნება განხილული ყველა იმ წესის მიხედვით, როგორიც არის პარლამენტში, ანუ კომიტეტებზე გავა, განიხილება, თუ გონივრულია იქნება მხარდაჭერილი მიუხედავად იმისა, საიდან მოდის და თუ განზრახული არის, რომ საქართველოს ბიუჯეტს რამე ზიანი მიაყენოს, ან მე არ ვიცი, ახლა მერიას ტერიენდო იმის შემდეგ, რაც მან არა ნორმატიული ლექსიკით დაგვიწყო ახსნა, რას უნდა მოვეშვა და რას უნდა მიუხედავად ამის შემდეგ მე ძალიან მიჭირს მერიის ზეპირი განცხადებების შეფასება, წერილობით რო წარმოადგენენ განიხილება პარლამენტში. ბატონ ლევან, მოგესალმებით. ბატონ ლევან, ისევ დედაქალაქის მერის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, საქმის კურსში იქნებით მის შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელთაც მთავრობას მიმართა რამდენიმე დღის წინ. გიგი უგულავას აინტერესებს, როდის მორჩება მთავრობა ჩუკენობას და როდის დაიწყებს საქმის კეთებას. რა პასუხი გექნებათ ამასთან დაკავშირებით? როდესაც ის სიტყვა, რომელიც თქვენ ახსენეთ, შევა რომელიმე ქართულ ლექსიკონში და მე მეცოდინება მისი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი აბსტრაქტული წარმოდგენა მაქვს იმაზე, ბატონი მერის გონებაში ნორმატიული და არანორმატიული ლექსიკა ისე აზრილი, მაგას ეთყობა ლიტერატურული სიტყვა გონია. განმარტოს რას გულისხმობს, თვითონ როდის რას აკეთებს ხოლმე და მე ეს არ არის შეკითხვა. საერთოდ ეს არ არის შეკითხვა, შეკითხვების დასმის ფორმა არსებობს და საერთოდ უზრდელობა არასოდეს არ იქნება მოწონებული მერისგან მოდის, პრეზიდენტისგან თუ თუნდაც ჩვენი რომელიმე მომხრის მხრიდან წამოვიდეს. ამიტომ მე არ ვიცი რას ნიშნავს ეს შეკითხვა. თუ რამეს გულისხმობთ, რომ როდის იქნება ძირითად დარტყმას, როდის მოგვაყენებ და ამ შემდეგ მე პირადად არ ვარ დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის გაქრობით. მაგრამ თუ ისინი ამ გზით ივლიან, რა გზითაც ახლა მიდიან, ისინი ბუნებრივად მარგინალიზაციას განიცდიან და თვითონ გაქრებიან. ახლა ჩვენ ინტერესში ეს არ არის ნამდვილად. ამიტომ ასეთი შეკითხვებით საქართველოს ხელისუფალების მიმართ თბილისის მერი და ნაციონალური მოძრაობა უბრალოდ ამტკიცებს ერთ რამეს, რომ ისინი სერიოზულები არ არიან და ადგებიან იმ პარტიების გზებს, რომელიც ახლა გაგვიმარტავენ, მაგალითად, რომ საქართველოს პრეზიდენტად გვინდა ჩვენ ივანიშვილის შვილი, არ ვიცი რომელი. და კიდევ ერთი თუ შეიძლება ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორია თქვენი როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის პოზიცია, ეთანხმებით თუ არა პრემიერს, რომ მან დაუშვა პატარა შეცდომა იმით, როცა დაიწყო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, თუნდაც საკუთარ გუნდში მსჯელობა. შეიძლება ეს ჩაითვალოს შეცდომად და იმსახურებდა ალასანი ასე ვთქვათ. რესპუბლიკური პარტია ამ საქმეში არანაირად არ მონაწილეობს. რესპუბლიკური პარტია არის კოალიციის წევრი. ხოლო ბატონი ივანიშვილი არის კოალიციის თავმჯდომარე და მან მიიღო თავისი გადაწყვეტილება, რაც შეეხება განხილვებს და სხვას. მე ვერ ხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ საერთოდ ნებისმიერი საკითხი განიხილებოდეს, სადაც საჭიროა და სადაც არა საჭირო. უბრალოდ კოალიციის რეჟიმში როცა ვართ, მოქმედებთ კოალიციის ინტერესებიდან გამომდინარე. კოალიციის ლიდერმა ჩათვალა, რომ ამ ინტერესს რამე ზიანი მიადგა, მართალი გითხრათ, ეგ ჩემი განსახილველი ნამდვილად არ არის. პირადად მე დაინტერესებული ვარ, რომ ჩვენი კოალიცია იყოს ძლიერი და დღეს მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თავარი ეგ არის ჩემი აზრით. ბატონო, აქამდე ცნობილი იყო, მაგრამ ამ ალასანიას ინციდენტის შემდეგ უფრო გააქტიურდა საუბარი, რომ კოალიციაში არის გარკვეული კამათი სახელმწიფო მოწყობის მოდელთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, თქვენ პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, ირაკლი ალასანიას პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია. საბოლოოდ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს საკითხი და როგორ შეიძლება შეჯერდეთ ერთი იქნება თუ არა ამ შემთხვევაში ბიზნე ივანიშვილის ფაქტორი გადამწყვეტი, ანუ რა მოდესაც დაუჭერს ბიზნე ივანიშვილი მხარს იქნება ის თუ კიდევ განიხილება შეიძლება ალტერნატივა. კიდევ ერთხელ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკურ პარტიას ის აზრი, რომელიც ახლა აქვს დღიდან დაარსების 1978 წლის 21 მაისიდან, ჩვენ რესპუბლიკური, იმიტომ დავირქვით, რომ სწორედ არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო
რესპუბლიკის მხარეს ვიყავით ყოველთვის, მიუხედავად იმისა, ეს ჩვენი ძველი იდეა, მე არ დავიბრალებდი ახლა, რომ მარტო ჩვენ ვართ კოალიციაში ამ იდეის მხარეს. ყველა პარტია, რომელიც შედის კოალიციაში, გარდა ერთისა, ბატონი ირაკლი ალასანიას პარტიის გარდა, ყველა თანახმა არის საპარლამენტო მოდელისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განხილვა დამთავრებული არის და გადაწყვეტილება მიღებული. უბრალოდ ეს არ არის მარტო რესპუბლიკელების აზრი და რაც თავარია, ეს ყველაფერი ჩაწერილი არის ჩვენ საერთო პროგრამაში. ჩვენ მივდივართ, ჩვენი ქვეყანა ისედაც მიდის საპარლამენტო მოწყობისკენ, თქვენ იცით, რომ კონსტიტუციის მიხედვით ამოქმედდება პრეზიდენტის შეზღუდვები. თუნდაც ჩვენ არაფერი არ შევცვალოთ, მომავალი პრეზიდენტი ძალიან შეზღუდული იქნება დღევანდელი პრეზიდენტისგან, იქნება განსხვავებული და ეს კონსტიტუცია ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვართ მომხრე, განვიხილოთ ეს საკითხი და სწორედ ახლა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების დრო, ზედ მაგ არჩევნებამდე ალბათ მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას. მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ჩვენ მივდივართ, სწორად მივდივართ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ. თუმცა მე პატივს ვცემ ნებისმიერი პოლიტიკოსის მოსაზრებას და მით უმეტეს თქვენი ალიანსის წევრი პოლიტიკოსის მოსაზრებას და მე არასოდეს არ დამავიწყდება, რომ ბატონი ირაკლი ალასანია ვინმე სხვამ კი არა, სწორედ რესპუბლიკურმა პარტიამ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთ ალიანსში, ასე რომ ჩვენ არაფერი არ გაგვიკვირდება და არ გვეწყინება. ოღონდ ეს იქნება კოალიციის გადაწყვეტილება. ანუ ამ საკითხის გამო არ დგას დღეს წესრიგში, ანუ საფრთხე არ არსებობს იმის, რომ თუნდაც ირაკლი ალასანიას პარტიამ დატოვოს კოალიცია. ასეთი საფრთხე ნამდვილად არ არსებობს. ირაკლი ალასანიამაც და მისი პარტიის თითქმის ყველა წევრმა, რომელსაც უკავია მეტნაკლებად მოწინავე პოზიცია, გამოხატეს ინტერესი, რომ ვიყოთ კოალიციაში და ვიქნებით კოალიციაში. ახლა ის ოცნება, რომელიც ვიღაცას გაუჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არაფერს არ იზამს და კოალიცია თავისით დაიშლება და ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება ხელისუფლებაში, ეს ოცნება, როგორც ამბობს ხოლმე ერთი სასამართლოს თავმჯდომარე, ეს ოცნება არ ასრულდება. ის მართალია სხვა მიმართულებით ამბობს და ცოტა მოულოდნელია მისგან პოლიტიკური განცხადებები, მე პარლამენტის წევრი ვარ, ჩემგან მოსალოდნელია. არა, ასეთი რამ არ მოხდება. ბატონი ალასანია, თავისუფალი დემოკრატები, ისე როგორც კოალიციაში შემოვალი სხვა პარტიები, დღეს ერთიანი არიან, როგორც არასდროს და არანაირი საფრთხე ამ კოალიციას არ აქვს და არ ექნება, გარწმუნებთ მე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით საკითხებს. თქვენ იცით, რომ უკვე იხილება და ფაქტობრივად დამთავრდება განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი წყების, რომელშიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ცვლილება არის მოსალოდნელი. ეს უფლებამოსილება მას არ ეზრდება, არამედ უმცირდება, თავრობის დათხოვნა არ შეიძლება, ერთადერთი რასაც ჩუქნით, ასე ვთქვათ, არის რომ პარლამენტის დათხოვნა შეეძლოს არა 6 თვის, არამედ 3 თვის შემდეგ. ან დღეიდანაც რო შეიძლება დაითხოვოს პარლამენტი თუ ძალიან უნდა. და პრეზიდენტს ელოდები, პრეზიდენტის მოსვლა იგეგმება პარლამენტში, კონკრეტულად თუ არის გადაწყვეტილი, როდის მოვა პრეზიდენტი და პირადად თქვენ რა კითხვები გექნებათ მასთან თუ შეგიძლიათ? უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის მოსვლა სავარაუდო არის და ეს მოხდება ჩემი აზრით თებერვლის დასაწყისში, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი დღე ჩვენ არ ვიცით. საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ხოლმე ფორმატს, ასე რომ ჩვენ განსაზღვრავთ ფორმატს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი უდისციპლინო კაცია, ყველა მიცის, შეიძლება უბრალოდ ამ ფორმატს დაამთავროს გამოსვლა და გაგვექცეს იქიდან, როგორც ეს გააკეთა პარლამენტის გახსნის დღეს, უბრალოდ გამარჯობა თუ გაიხსნა პარლამენტი და რომ მოვიხედეთ, აღარ ყავდა კაცი დარბაზში. არ ვიცი მზადაა თუ არა შეკითხვების მოსასმენად და პასუხის გასაცემად, მაგრამ შეკითხვა ბევრია. ჩემი აზრით იმ კლასიკურ შეკითხვას, რომელიც მასთან გვაქვს, ახლა აზრი ეკარგება, იმიტომ რომ წარმავალი კაცია, მაგრამ გამოსვლის შემდეგ დაიბადება ძალიან ბევრი შეკითხვა, იმიტომ რომ გამოსვლის დროს მან შეიძლება თქვას, რომ ის არ დაუშვებს საქართველოს დაბრუნებას SNG-ში, ის საქართველოს შეიყვანს ნატოში და სხვა.
მე კარგად მახსოვს 2008 წელს ნატოს წევრი რო უნდა გამხდარიყავით, ასე გვითხრა მან 2006 წელს. მე იმ პარლამენტში იჯექი AES-ის სხდომა ნულოვანი ტოლერანტობაც რო გამოცხადა. მაგ დღეს ის დაგკვირდა, რომ ჩვენ ნატოს წევრი გახდებით უკრაინასთან ერთად 2008 წელს. ახლა არის 2013 წელი. ჩვენ არ გავხდით ნატოს წევრი. საქართველოს პრეზიდენტის არც ერთი დაპირება არ შესრულდა. არც ნატოს, არც ევროსაბჭოს, არც პენსიების, არც და შემდეგ, არც ერთი მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტმა მოხსნა გინესის რეკორდებში შესასვლელი ყველა რეკორდი, რომელიც კი არსებობს დაპირებებსა და შესრულებებს შორის შეფარდებაში. სწორედ ამიტომ პრინციპით ჩემი შენ გითხარიო ნაციონალურ მოძრაობას სულ გველაპარაკება დაპირებებზე. აი თქვენ ამას რო დაპირდით სადაა და სად არის და თავისი დაპირებები როგორ შეასრულეს დავიტო, მაგრამ ჩვენთვის ეს კარგია. ჩვენ უნდა შეგვახსენონ დაპირებები და კარგია. პრეზიდენტიც ალბათ ამას იზამს და ჩვენც მას რაღაცეებს შევახსენებთ, მაგრამ მეჩვენება რომ ეს არ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს უკვე დიდი ხანია 1 ოქტომბრის შემდეგ არ განსაზღვრავს მიხეილ სააკაშვილი. იგი არის ქვეყანაში საკმაოდ უმნიშვნელო ფიგურა რეალური თვალსაჩინით და კონსტიტუციის მიხედვით პირველი პირია, ბუნებრივია და ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევია. ბატონ ლეონ, ერთი კითხვა მექნება, ასე ვთქვათ, ცვლილებები შედის შეწყალების კომისიაში და მას შეცვლათ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღარ შევლენ დეპუტატები. ხოლო და ვთქვათ, პრეზიდენტი ნიშნავს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ასე ვთქვათ, მის მრჩევლებს. აი როგორია თქვენი შეფასება? ჩემი აზრით, პრეზიდენტი იმ სფეროში, სადაც შეუზღუდავია მისი ძალაუფლება, იმოქმედებს და არ უნდა ავღელდეთ ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, როგორი იყო შეწყალების კომისია, პრეზიდენტი ხშირად იღებდა ხოლმე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, სულ არ უყურებდა მაგ კომისიას. თუ არ იქნებიან იქ პარლამენტის წევრები და სხვა, ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, საათი ჩართულია, საქართველოს პრეზიდენტს რჩება სულ უფრო ცოტა დრო იმისთვის, რომ რაიმეზე საერთოდ მოახდინოს გავლენა. საქართველოს პრეზიდენტი ოქტომბრამდე არის პრეზიდენტი, მერე გასაგებია, რომ იგი არც მომავალი პრეზიდენტი არ იქნება აღჭურვილი ამ უფლებები და მიხეილ სააკაშვილი მით უმეტეს. მე ვფიქრობ, რომ მისი მცდელობა, მათ შორის საპარლამენტო ინიციატივებით გამოვიდეს ახლა და შემოვიდეს წინადადებებით, რაც გააკეთა, არ არის სერიოზული, იმიტომ რომ პარლამენტი არ აღიქვამს პრეზიდენტის წინადადებებს იმ სათანადო პიეტეტით, როგორც ეს ამას ადრე აკეთებდა პარლამენტი, უბრალოდ მიზეზით, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს არ მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარად თავისი პოლიტიკური გუნდის გადარჩენაზე ფიქრობს და დგამს ამ მიმართულებით არასწორ ნაბიჯებს. არის იქ ხალხი ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც აპირებს სერიოზულად თანამშრომლობას და ეს საუკეთესო ნაწილი არის ნაციონალურ მოძრაობაში. საქართველოს პრეზიდენტი ამ ნაწილში არ არის, როგორც ჩანს. რეზოლუცია, რომელიც ჰუმანიტარული რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპის საბჭომ, თავიდანვე კარგად იყო დაწერილი, ჩვენთვის სასარგებლოდ იყო დაწერილი, რუსეთი არ უჭერდა მხარს თავიდანვე, მაგრამ ჩვენ გქონდა მცდელობა შეგვეტანა შესწორებები და ჩვენ უამრავი შესწორება დავწერეთ, რაც ნიშნავს, ეს არის გარკვეული მუშაობა, იმიტომ რომ შესწორებას რო წერ, უნდა ვიღაცამ წარმოადგინოს, ხელმომწერები უნდა ვიპოვეთ და ხელს აწერდა არა მარტო საქართველოს დელეგაცია ორივე მხარე, უმრავლესობა, უმცირესობა, არამედ ბევრი ევროპელი პარლამენტარიც, ამ საპარლამენტო ასამბლეის ევროპელი წევრები აწერდნენ ხელს, სხვებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ტიპის მუშაობა, როდესაც ერთობლივად მიმდინარეობს ეს მუშაობა. და მივახციეთ იმას, რომ რამდენიმე ჩვენი შესწორება გავიდა. ამავე დროს შესწორება რო დგება, ვინ არის წინააღმდეგი უნდა წამოდგეს და თქვას, ვისაც შემოაქვს შესწორება, უნდა დაასაბუთოს. აი ამ ფუნქციით
გამოდიოდა მაგალითად ირაკლი ჩიქოვანი, ამ ფუნქციით გამოდიოდა ჩიორა თაქთაქიშვილი და გამოდიოდნენ კარგად და სწორად იცავდნენ საქართველოს ინტერესებს და მე მეამაყება რომ ამას მივახციეთ, იმიტომ რომ როცა ერთად ვიყავით უმრავლესობა, უმცირესობა, ვიცავდით რა იმ დევის, რომელიც ჩვენს გერბს აწერია, იმ გერბიდან ყველაფერი გააქრო მიხეილ სააკაშვილმა, ოქროს საწინსიც, შურდულიც, დავითის და მოკლედ საქართველოს დიადირება რაც იყო, ყველაფერი გააქრო და გაამარტივა თავის დროზე მახსოვს კარგად, მაგრამ ერთი კარგი მაინც დარჩა, იქ აწერია ძალა ერთობაშია. ძალა ნამდვილად ერთობაშია. როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით, ჩვენ მივახციეთ. და ძალიან უცნაურია, უნდა გითხრათ, რომ ევროპის საბჭოზე ერთმა დელეგაციამ იმ საკითხზე, რომელიც მას ეხება, მიაღწიოს თუნდაც 2, თუნდაც 3 ამენდმენტს, ანუ ცვლილებას, ეს არ ხდება ხოლმე. და ჩვენ შემთხვევაში მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ პატივისცა ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაციის ერთსულოვნებას, რომ ერთმანეთს კი არ ხოცავენ ქართველები, არამედ ერთად არიან და ერთმანეთს იცავენ. ეს მოსაწონია. ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულების გაძლიერებას და კონფრონტაციის მიმართულების გაძლიერება ჩვენ არ გსურს, მაგრამ თუ ვინმეს ახლა ომში გამოწვევა უნდა, ამ ომსაც მიიღებს, ახლა პრობლემა კი არ არის. უბრალოდ მე დავინახე, სად არის ჩვენი ძალა. და მიუხედავად იმისა, რომ არ გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი ძველი წარსული ამბები არის, ვიღაცამ რუსეთის აგენტი მიწოდა, მე მაგალითად პირადად, ვიღაცამ ეს გაიმეორა ზედარჩევნების წინა დღეს, ამის მიუხედავად, იქ ევროპაში ჩვენ როცა დაგვიდგა საკითხი, მე ის საკითხი კი არ მაღელვებ და ჩემზე შენ რატო თქვი ამა და ამ ეთერში, არამედ ის რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი და ჰუმანიტარულ რეზოლუციაში გავაჩინეთ პოლიტიკური ტექსტი და მიუხედავად იმისა, ვიღაცას აქ ჩემთვის ბრალი დაუდევს, რომ თურმე მე ოკუპანტი ვარ და სიტყვა ოკუპაციას ვებძი, ეს ოკუპაცია სიტყვაც არის იმ რეზოლუციაში და ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ის იქ ყოფილიყო, ჩვენ არ შევარბილეთ და რაც თავარია, ჩვენ გავაჩინეთ ის სიახლე, რომელიც დიდი ხანია იქ არ იყო, ჩვენ შევახსენეთ თელ ევროპას და რუსეთის დელეგაციას, რომ ეგრეთ წოდებული სარკოზის გეგმა და პუნქტები შესრულებული რომ არ არის და რუსეთმა რომ უნდა შეასრულოს და რომ ჩვენს დევნილებს ნებისმიერ დროს ეკუთვნით დაბრუნება თავის მშობლიურ სახლებში. ეს ის მომენტებია ჰუმანიტარულ რეზოლუციაში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს. კიდევ ბევრი იყო ახლა ამაზე შეიძლება ძალიან ცლად ლაპარაკი, მაგრამ ამ წარმატებას ჩვენ მივახციეთ მარტო იმიტომ, რომ ერთად ვიყავით. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რამენაერად ერთიანობა გქონდეს საგარეო პოლიტიკაში და ყველა მცდელობა, რომ ბრალი დაედოს, რომ შენ არ გინდა ნატოში, მე მინდა ნატოში, არ არის სამართლიანი, იმიტომ რომ როცა რეზოლუციას ვიღებთ და ერთად ვაჩვენებთ, ვის წინააღმდეგ ვართ და ვის წინააღმდეგ ვართ, იქ კარგად ჩანს, სად გვინდა ახლა. გასაგებია რუსეთს რომ საყვედურს ვეუბნებით, იმიტომ კი არ ვეუბნებით, რომ SNG-ში შესვლა უნდა. ამას მე ნუ მეტყვის ის პარტია ნაციონალურ მოძრაობას სავსეა იმ ხალხით, ვინც SNG-ს დაუჭირა მხარი. და მე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც არ უჭერდა მხარს SNG-ში შესვლას იმ პარლამენტში, სადაც ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შემიძლია გვარებით ჩამოგითვალოთ დღევანდელი ნაციონალები, პარლამენტში ყავს ის ხალხი, რომელიც მაგას მხარს უჭერდა. მაგრამ ამის გახსენება ჯობია დღევანდელი ერთობაზე ვიზრუნოთ.